მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში, მოქალაქეები, დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, იქ სადაც უწყვეტი პროტესტი უკვე 1 წელზე მეტია მიმდინარეობს და ამ კანონებს ისინი დაუპირისპირდებიან, როგორც ამბობენ და გავესაუბრები სწორედ ამ კანონებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც უწყვეტ პროტესტში არიან ჩართული. გიორგი, ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ თავდაპირველად კანონის ცვლილება გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით და ახლა უკვე ტროტუარზე დგომის კანონით და ტროტუარზე დგომის გამო დაკავებასაც ვიხილავთ მალე, რადგან სამივე მოსმენით მიღებულია ეს კანონი და მიხეილ ყაველაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი. რა სიტყვით ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ამ ცვლილებების ფონზე როგორი არის თქვენი ბრძოლის გეგმა, ასე რომ ვთქვათ? ხო, რეჟიმი მოძრაობს და მოქმედებს წინასწარ გაწერილი სცენარი. ჯერ იყო გზის გაზე ესე თქვა დგომა აგვიგზავნეს, შემდეგ აქ შემაღლებულ ადგილებზე და ეხლა არის უკვე საფეხმავლო ბილიკზე ძვეუბნებიან, რომ ვერ იმოძრავებთ. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მათ სურთ განსხვავებული აზრი პროტესტი, რომელიც უკვე 1 წელზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში მოკლან და ჩაახშონ. მაგრამ ამათ მიღებული კანონების მე პირადად არ მეშინა და არ მაინტერესებს, იმიტომ რომ როგორც წინა კანონების შემთხვევაში გამოდიოდი და ვაპროტესტები, ეხლაც ესე გავაკეთე და თუ საჭირო იქნება დაუმორჩილებლობასაც მიმართავთ, იმიტომ რომ რეჟიმს თუ თავს დაუხრი, მე უკვე ბოლომდე გავა და ბოლომდე ამის გასვლის შესაძლებლობა არ უნდა გქონდეთ. ბოლო უნდა იყოს ჩვენთვის და ეს ბოლო უნდა იყოს ჩვენი გამარჯვება, სხვა არაფერი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ჟამერაშვილს უსმენთ. კადრში გაჩვენებთ ერთადერთი პოლიციის მანქანა არის მობილიზებული ამ წუთებში, არიან აქ მობილიზებული პოლიციელების მაღალჩინოსნები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ჩნდებიან ხოლმე, მაგალითად გოგა მემანიშვილი ან სერგი ბზიშვილი და სხვა ქუჩის გასწვრივ ხედავთ, რომ არის დაკავების მანქანას, თუმცა ჯერჯერობით პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართულებით არ გამოჩენილა და მათთვის რაიმე არ უთქვამს. გავაგრძელებ საუბარს მიშა ზაქარაიშვილს გავესაუბრები, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ და კითხავთ ოპერატორს თხოვ ჯონი, ოპერატორს თხოვ მიშა, მოკლედ მიიღეს კიდევ ერთი კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის საკანონმდებლო ცვლილებები ვიხილეთ, ამჯერად ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს დემონსტრანტს. რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ჩვენ მანამდე ვნახეთ გზის გადაკეტვის ბრალდებითაც დაკავებული ერთი პირი, ზურაბ მენთეშაშვილი უკვე რამდენიმე თვეა იხდის წინასწარ პატიმრობას პენიტენციურ დაწესებულებაში. მე მგონია რომ ეს კანონიც იმავე პეც გაიზიარებს რაც წინა კანონი, როდესაც გვემუქრებოდნენ მაგალითად პირბადეებზე და გზის გადაკეთვაზე. მგონია რომ ამ კანონს ვერც ამოქმედებენ და არც აქვს მიზანი ამ კანონის ამოქმედების, უფრო თორეს შესაძლებლობა არ აქვს. ერთ-ერთი გვემუქრებიან და უნდათ რომ ტროტუარზეც აღარ დავდგეთ და მგონია რომ ძალიან ცუდად მოხდებათ ცხვირში ეს კანონი და ძალიან ძვირი დაუჯდებათ თვითონ. და ჩვენ რა დავზარალდებით, რა თქმა უნდა, ხო ჩვენ ვზარალდებით ყოველდღე. არაფერი ჩვენს უკეთესობისას თავისთავად არ იცვლება და ასე იქნება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში და უნდა ვიცოდოთ, რომ ნებისმიერი ასეთი წამოწება მათთვის უფრო რთული იყოს ვიდრე ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა და ანა სუბელიანსაც ვხედავ და თქვენც კითხავთ თუ შეიძლება იმ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დღეს ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა უკვე და მალე მიხეილ ყაველაშვილის ხელს მოაწერს და მოვა სისრულეში. შეიძლება მომდენო დღეებში ვნახოთ ათობით დემონსტრანტის დაკავება, იმიტომ რომ მსგავსი პრაქტიკა ვიხილეთ გზის გადაკეტვის კანონის გამკაცრების შემდეგ. ხო, აი რას ფიქრობთ თქვენ მოქალაქე, რომელიც აქტიურად ხართ ჩართული წლებია პროტესტში, როგორ გესახებათ ამ კანონების ფონზე პროტესტის გაგრძელება? ხო, სიმართლე გითხრათ, რაიმე ორიგინალური პასუხი არ მაქვს ახლა ამაზე, გარდა იმისა, რომ პრაქტიკა გვაჩვენებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბარიერი გვხვდება პროტესტის გზაზე, ყველანაირად არის შეზღუდული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება უკვე დიდი ხანია ბევრი ფორმით. ეს არის რაღაც მორიგი, კიდევ უფრო მეტი რაღაცა შევიწროების მცდელობა ჩვენი, თუმცა პრაქტიკა ამბობს იმას, რომ არც ერთი ასეთი მცდელობის შემდეგ ჩვენ არ შეგვიწყვეტია პროტესტის გამოხატვა. რა ფორმით გამოხატავთ ამ პროტესტს? გავაგრძელებთ ისევ იგივე ფორმით აქ შეკრებას თუ რაიმე სხვას მოვიფიქრებთ? აი ეს ახლა ამ წუთას არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ წინააღმდეგობაში ვრჩებით და აუცილებლად გამოვნახავთ რაღაც გზას იმისთვის, რომ სიმართლე არ დაიკარგოს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აი ამაზე ბევრი მსჯელობა არის ხოლმე, რომ აი ახლა რამე რეალურ სვლით თუ არა და შეიძლება ხშირად გვაქვს ნიჰილიზმი და რაღაცნაირი იმედგაცრუება იმით, რომ აი ამ დეხნიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად ჩვენ ვერ ვახერხებთ რეჟიმის დამარცხებას ჯერჯერობით. მაგრამ მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობა არის ერთგვარი ფარი იმისთვის, რომ მართლა თითოეული ადამიანის კარამდე არ მიაკაკუნოს რეჟიმმა და რაც შეიძლება ვთქვათ შევაფერხოთ, ასე როგორც ის გვიქმნის ბარიერებს, ჩვენც ამ წინააღმდეგობაში ყოფნით ვუქმნით ბარიერებს და ასევე ის რომ რეალობის სრული გაყალბება ხდება, ისტორიის გადაწერა ხდება, ანუ სიმართლე და ტყუილი არის იმდენად გადაზელილი ერთმანეთში, რომ შეიძლება რაღაცა შეუიარაღებელი თვალით
ადამიანს რომელმაც არ იცის თქვა რა კონტექსტია რა ხდება და უცებ შეხედოს ნიუსებს რომელიც ქვეყანაში ვრცელდება და არ იცოდეს რომელია პროპაგანდისტული მედია და რომელი აშუქებს ობიექტურ რეალობას და ასე შემდეგ საერთოდ სიმართლის გარჩევა ძალიან გაუჭირდეს ამიტომ ჩვენ ამ სიმართლის რაღაცა ღერძს ვინარჩუნებთ სუმცირე ამ პროტესტში ყოფნით და ეს არის სუმცირე ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ამას აუცილებლად მოყვება მნიშვნელოვანი შედეგები მაშინ როდესაც არ ვიცი ბევრი ფაქტორი რაღაცნაირად დაალაგდება ჩვენ სასარგებლოდ და აუცილებლად დადგება ეს დღეც. ძალიან დიდი მადლობა ანა სუბელიანს უსმენთ და გადავინაცვლებ ელენე ქაიხოსროს სულთანაც პირდაპირ ეთერში ვართ და კითხავთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ცხადია მაშინ როდესაც ირაკლი ყობახიძისგან და სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ბოლო თვეების და თითქმის უკვე 1 წელია ამ პროტესტის ფონზე ვისმენთ რომ 50 აკაცუკი დგას რუსთაველის გამზირზე და პროტესტი არ არსებობს ხო თუმცა ვხედავთ ყოველთვიურად და ყოველკვირეულად პარლამენტში მიღებულ და გამკაცებულ კანონებს რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი რას ცდილობთ ამის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება კი ბატონო ამ 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც ფაქტობრივად აქცია 28 ნოემბრიდან გავიდა ალბათ 1 კვირა ისინი ამბობენ რომ აღარ არსებობს პროტესტი და ამის მიუხედავად ფაქტობრივად ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი ამ მოწვევის ასე ვთქვათ მუშაობს ჩვენზე და არაფერი გაუკეთებიათ გარდა იმისა რომ შიგადაშიგ მიიღო ხოლმე რეპრესიული ეგრეთ წოდებული კანონები კონკრეტულად ჩვენი რუსთაველის ყოველდღიური პროტესტის წინააღმდეგ და ამჯერადაც აქვთ მცდელობა რომ სრულად კონტროლი მოიპოვონ პროტესტზე ეს კანონმდებლობა მოიაზრებს ის საკითხებს როგორიც არის მაგალითად მარშის შეკრების ადგილის განსაზღვრა შეკრების ადგილის დროის განსაზღვრა მისი გადაადგილების მარშრუტის განსაზღვრა და ასე შემდეგ და ასე აქვს მოლოდინი ხელისუფლებას რომ ეს ხალხი ვინც 1 წელია ჯიუტა და 1000-ნაირი ფინანსური ფიზიკური საფრთხის მიუხედავად 1000-ნაირი სახის რეპრესიის მიუხედავად გამოდის ყოველდღიურად ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერ ვითარებაში პოლიციელის ასე ვთქვათ ნებართვას დაელოდება იმისთვის რომ მათი მითითებების შესაბამისად გადაადგილდეს. რა თქმა უნდა თავის თავს ეწინააღმდეგება ირაკლი ყობახიძე, როდესაც ამბობს რომ ერთი მხრივ არ არსებობს პროტესტი და მეორე მხრივ მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯიბის პარლამენტი მუშაობს იმაზე რომ როგორღაც ტროტუარიდანაც კი შევიზღუდოს და ეს არის უბრალოდ დემონსტრირება იმის მშვიდობიანი პროტესტი როგორ უშლით ნერვებს. ძალიან დიდი მადლობა ელენე ქაიხოსროს უსმენთ პირდაპირ ეთერში როგორც მოისმინეთ მიუხედავად გამკაცრებული კანონმდებლობებისა რეპრესიული ტალღებისა პროტესტანტები დემონსტრანტები არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას ისინი ყოველდღიურად შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე გამონახავენ ახალ ფორმებს პროტესტისა იმისათვის რომ განაგრძონ წინააღმდეგობა ქართული ოცნების წინააღმდეგ და არ გაჩერდებიან მანამ სანამ ამ ბრძოლას არ მიიყვანენ ბოლომდე